2008 წელს რომ ყოლოდა ის პარლამენტი, რომელიც გვყავს დღეს, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს განცხადება პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში კონფლიქტოლოგმა გოგი ხუციშვილმა გააკეთა. პრესკონფერენციაზე მან საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მინისტრების ძირითადი შემადგენლობა მოსწონს, თუმცა არა ყველა მათგანი. ხუციშვილმა ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა მომავალში ქართულმა ოცნებამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. კონფლიქტოლოგმა ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების თემაზე გააკეთა კომენტარი. არის გამორიცხული, რომ ეს მართლა ასე მოხდეს და საბოლოოდ აბსოლუტური უმრავლესობა მიიღოს ქართულმა ოცნებამ. ასეთ შემთხვევაში საშიშია თუ არა, საშიშროების შემცველი არის თუ არა ეს სიტუაცია. არის გარკვეული რისკის მქონე საკონსტიტუციო უმრავლესობას არ მივესალმები, მანამ კატასტროფად არ განვიხილავდი ამ შემთხვევაში. მინისტრთა შემადგენლობას ძირითადი შემადგენლობა მე მომწონს. ძირითადი შემადგენლობა არის კვალიფიციური და კარგად შერჩეული. ყველასთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი, ვინაიდან იქ მე, ესე იგი, რაღაც გარკვეული კითხვები ისევე როგორც ბევრ თქვენგანს, იქ გაუჩნდა. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენ რა გვინდა რუსეთისგან. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს დიპლომატიურად და ზოგიერთი ტერმინოლოგიური რაღაცა ამბების გათვალისწინებით, რომელიც კეტავს თავიდანვე საუბარს. ეს არ უნდა იყოს. შეიძლება ისე ტერმინოლოგიური ჩამოყალიბება, რომელიც ჩვენ ინტერესებსაც ასახავს, მაგრამ ზედმეტად არ აგიზიანებს.